მაგიჩებე ხო? რომელიც შემდარჩება. ძალიან კარგი რო ხარ თუ იცი, ძალიან კარგი ხარ. ძალიან სესია მოიწვა შეხვედრა და მე მგონია რომ კარგი მეგობრებიც მოიჩება, ხო? ალბათ მე რომ წოდოდა რომ აი ამ გარემოში მოდით მე ცოტა უფრო სხვა გარემოში ვიყავ ალბათ უფრო მეც ცოტა ჯინსები თავისუფალ სტილში წამოვიდოდი მე რაღაც შეხვედრებზე როცა დავდივართ რაღაცა უფრო ოფიციალურად მივდივართ ხოლმე და ამიტომ ამოვიდით რომ მეც თავისუფალად აი კეტასები ჯინსები და ეს სპორტულად ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე და მომწონს და უფრო კომფორტულად ვარ მინდა გითხრა აი ამაში მოდი მაინტერესებს თქვენი სკოლა გამოცანი. თამა რომელიმე წარმოაჩინეთ თქვენთან და გამოცანი თქვენი სკოლა. მოდი დავიწყოთ თქვენთან დავიხმაროთ და მე გაიცნობია რომელი წარმოაჩინეთ და იწყება ისმე. გამარჯობა. ევროპასის სპეციალისტზე ფარსანისელებს ვსწავლობ. მე ევროპასის მოსწავლეა. ცეცხლაძეების ფათაშორის მე მყავს სტუდიაში, საერთაშორისო სკოლაში, მყავს ასევე ძირკვაძეები, რომლებიც მარნეულიდან არიან ძალიან ცნობილები, უკვე წარმატებული წვრილები არიან და ძალიან ცნობილ ტელეწამყვანთან ექნებათ გადაცემები სექტემბრიდან. რას მეთქვი შენ სკოლაზე? რა შენთვის სკოლაში ყოველდღიური ტიპუსია? Sinodeta, oh, ai, mas você vai falar interessante. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, მასწავლებელიც, ძალიან მიყვარს. ბავშვებიც. გამიძება გიჩი. რატო გიჩი დიდი გამიძება? იმიტომ სამოც არიძია. ნახე შეგიძლია რამდენი წლის ხარ? მე ვარ 51. 6 საათზე დგები, კითხულობ მოწევს, მე მივიდივარ ბასენზე, ყოველდღიურად ვაკეთებ ამას. მე 8 საათზე მივიდივარ სკოლაში, ალბათ თუ კერძო სკოლებში ვასწავლე, მე მივიდივარ ტელევიზიაში სკოლიდან და სადღაც დღეს 9 საათზე სრულდება ჩემი დღე და მე შეიძლება ისე ბასენზე შევიდე და ანუ თუ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მე მგონია რომ არც გამოძება არ გაჩერდება. თუ გვაქვს ასევე მე თინეიჯერებს უყვართ, ხა და გვაქვს ესეთი გადაცემა ქუჩის სიმფონია. ალბათ გაინტერესებთ რატო უწოდეთ ქუჩის სიმფონია. მოგეხსენებათ ბავშვებო, არ არის საქართველოში ისეთი კომფორტი, რომ რაღაცა განსაკუთრებულად დიდი დეკორაციების შექმნის საშუალება ხვდით. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ტელევიზიაში ძალიან ბევრი განსაკუთრებული რამ გვაქვს. ყველაფერს ჩვენი ხელით ვამზადებთ, ან დეკორაციებს, რაღაც მასალებს, რაც ჩვენ გვჭირდება გადაცემისთვის და ქუჩის სიმფონია არის ზუსტად თემა, სადაც საუბრობთ თინეიჯერი ბავშვებისთვის სოციალურ თემებზე, რა პრობლემები არსებობს, რით შეგვიძლია დავეხმაროთ, აი მაგალითად ტრანსპორტი როგორ შეგვიძლია დაიგიშნოს, როგორ შეგვიძლია მაგალითად მეგობრობა, რამდენად რთულია დღევანდელი თაობის მეგობრობა, ის რომ სოციალურმა ქსელმა წაგვართვა თქვენი თაობა, ხო, თქვენი თაობა აღარ აქვს, ანუ წიგნებიდან ძალიან შორს წავედით, ხო? ეს უფრო ქალაქში იგრძნობა, მაგრამ თუმცა მე მგონია რომ აქაც იგივე სიტუაციაა, ხო? ხომ გვაქვს ეს პრობლემა აქაც, ყველგან გვაქვს, ხო? დაახლოებით 30 წელი დაშინა იმას, რომ მე ამ ეტაპამდე ვისურვებდი საჯარო ლექციებს. მოდი მე მინდა დღეს გითხრათ, როგორ მზადდება სატელევიზიო გადაცემები, აი ხა მუშაობს კადრზე, ნახეთ, გადააქვს კადრი, გადმოაქვს პირველია მისთვის, მაგრამ ამას ალბათ არასდროს არ დაივიწყებს და ყოველთვის ემახსოვრება. და მე მინდა ესეთი რამე გითხრათ ბავშვებო. ზოგადად გადაცემები მოიგონს. აი ხო აქ არის მაგალითად პატარა გადაცემები მოიგონს შეგვიძლია, ხო? ნახეთ, აი გასაგებია მასწავლებელი რომელიც რაღაცას აკეთებს. ჩვენ გადავიღო ვიდეოს. მე მაგალითად აი ეს კადრი ხომ აქვს აკეთებული, მაგრამ ძენსია აკეთებული, ხო? აუცილებლად ჭირდება მასწავლებლების კადრი. აი დავხმარე კადრი. ზოგადად ჭირდება ასევე გარემო, ხო? და გადავიღო. აი მაგრამ ნახეთ და გაინტერესებს. რა არის საჭირო რომ მომზადდეს ერთი სატელევიზიო გადაცემა? არის საჭირო ტელეწამყვანი, რომელიც გაუძღვება გადაცემას, არის საჭირო სცენარისტი, ანუ სცენარისტი ყოველთვის გარიგად და საერთოდ მაინტერესებს ყველას გაწევთ ამის შემდეგ, ეს იქნება ჩათვალეთ თქვენი სცენარი, როგორ ვიამბეთ, აქ რა ხდება. არის აუცილებლად გადაღებაზე ოპერატორი. აი ხა ჩვენ მაგალითად გადაღებას ვინც აკეთებს, დაახლოებით ოპერატორის ფუნქციას ასრულებს. არის შტატიური აუცილებელი, ხო? არის მიკროფონი, სადაც
ნებისმიერი რამე, რასაც ჩვენ მოვიტანთ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, გადაცემისთვის იქნება ძალიან საინტერესო და კარგი. მე მინდა ესეთი რამე გავაკეთოთ, ბავშვებო, დღეს შემოგთავაზოთ თემა, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა, პირველი შეხვედრა, როგორ წარმოვა ჩვენ თქვენთან, რამდენად საინტერესო იქნება. ალბათ მე რომ ვცოდნოდა, რომ აი ამ გარემოში მოდით, მე ცოტა უფრო სხვა გარემოში ვიყავ, ალბათ უფრო მეც ცოტა ჯინსებით, თავისუფალ სტილში წამოვიდოდი. მე რაღაც შეხვედრებზე როცა დავდივარ, რაღაცა უფრო ოფიციალურად მივდივართ ხოლმე და ამიტომ ამოვიწყე. ყოველთვის ცხოვრებაში რაღაცა უნდა მიზანი გქონდეს. რაღაცისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ხო? აი ნახე, შენ გამოიძება რომ ბიჭი, პირით რომ გაიფიქრო, რომ მე ხო ამას რომ დავამთავრებ სკოლას, ნახე მე რამდენი მიზნები შეიძლება მქონდეს. შეიძლება გავხდეს სტუდენტი, შეიძლება მქონდეს წარმატებული, შეიძლება მეორე რამის მიღწევა. ყოველთვის უნდა დასახო მიზანი და კარგად დასახული მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია იმაზე, რაც ჩვენ გვინდა. თუმცა ყველა ყოფილად ბავშვები ალბათ ყველას მიჩნდით დავიძება და შეიძლება შენც ჩემი ასაკის რო იქნები, მე შენც ასე ისაუბრო, მაგრამ მე მგონია რომ ცოტათი მაინც რომ მეტი მისცე შენს დასაკანი ალბათ უფრო მეც გააკეთებ, ხო? მე ძალიან მიჭერი თაობა ხარ. ჩვენ ბავშვობაში ჩვენ ამდენი ნიჭიერება არ ქონდა, ამდენი საშუალება არ ქონდა, ამდენი უფლება არ ქონდა, აი ელემენტარული გეტყვი. ეხლა ხო გაგიკვირდებათ, მაგრამ მე მაგათი პირველად შენი ასაკის რო ვიხავდე შავალი რო ჩავიცვი, ვაიმე შავად გამოვიდა და გოგო აუცილებლად კაბი წარმოქმნა. და მე ცოტა ისეთი ხალხი გოგო ხადის არ მომდოდა პოპულარულად რომ ყოფილიყავი და ძალიან სიამოვნეს რომ შავით ვიყავ, მაგრამ მე იცი რა აი მომიქროს რა შავდა რატო მე მოგწოს და რაც მოგწოს უნდა ჩავიცვა. ყოველთვის საკუთარი აზრი უნდა გააჭრობდეს ეს აზრი უნდა იყოს და აგი იქნება. ხელს იწევ გისმენ აბა და ვეღარ მოგეციო ყურადღება, მაგრამ წარმოჩინე შენ სკოლა შენ გვარი საკუთარი ხარ. მე ვარ კატაკოპაძე, და სკოლაზე რაღაც ჩვენ სკოლაზე საკუთრებული ჩვენთვის ძალიან გვიყვარს, მასწავლებლები ძალიან გვიყვარს. იმის გამომხედავად რომ ცოტა მოზარდები ვართ, რაც არ გვინდა რომ რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ სკოლაში მისვლა ძალიან გვიყვარს. აქ ჩემი აზრით არ მოვდივართ მხოლოდ სწავლისთვის, ამას მართლა ვიტყვი. გვინდა რომ ბავშვებს შეხვდეთ ერთმანეთი დაუახლოვდეთ მისი პროგრამოხადოთ ერთმანეთის მიმართ. ამისთვის მასწავლებლები გვეხმარებიან, მასწავლებლები ძალიან გვიყვარს, ძალიან ბევრი რამის გვასწავლიან, ზრდილობასაც, ნამდვილი მეგობრების აგრეთვეა და ჩვენთან არიან ჩვენი თანატოლები. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის და ძალიან გვიყვარს აქ ავარგან. ძალიან ბევრი საინტერესო რამეს ვაკეთებთ. სწავლის გარდა ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობთ აქ და ძალიან მომწონს რომ დავდივართ და საერთოდ არსებობს. კარგად მოიტანე ყველაფერი, აი საოცრად მოიტანე და გულწრფელად ალავად გითხარი ყველაფერი. კარგი გოგო ხარ, იცი რა მინდა ყველაზე მეტად გითხრა, ალბათ მოვა დრო წვეთი გავა და ეხლა შეიძლება რაღაცა რო თქვი, აი შეიძლება გამოიძება გიჩინეს, იცი როგორ მოგენატრება, ძალიან მოგენატრება და გიქნება ისურ რომ მეტად კიდევ მივიდე, სტუდად მივიდე, რაღაც ცოტა მივიდე, მაგრამ მაინც მივიდე ჩვენ სკოლაში და მაინც გავაკეთო. სხვადასხვა ჩვენ გვქონდა ესეთი გადაცემა ბავშვებო რომ გითხარით ცნობილი ადამიანების უცნობი წლები შევკრიბეთ ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი. ახლა კი შემოგარგებო, სულ რამოდენიმე წუთით გადავფრინდეთ ჩვენი ბედნიერი ბავშვობის იმ მშვენიერ წლებში. და არა იყო რა. ეს უკეთესი რა იქნებოდა? კონკია, ფიფკია, ფერია, ჯუჯები, არა, მხიარული გადაცემები. მოვემზადოთ, გითაბილ ეთერში შევდივართ. მასწავლედით, კლიპის გადაღება იწყება. ინკოგნიტო ცხოვრება, ძირითადად იწყება. მხიარული ჯუჯები, წამსოს ემოჩილება. საოცრებო ფერია, ჩვენ თავს დაბას მიყვება. მხიარული ფერები, თვალწინ გადაბაშება. მარიხი ელენე ნანა სალომე გიო პატარა ლაშა ნათი
გია, ლანა, მაიკო, მაკა, მირანდა, ნინიკო, რაშურებით. ნელა, კამერას ხედავთ? ადექით ყველა, რიტმში ჩავჯდეთ და დავიწყოთ ცეკვა. ჩვენი სიმღერა სასვისება ოცნებებისკენ სასწავლებლად ჩვენ ვარსკვლავებიცას მოსწრება და ეკრანებზე გაშლება ინკოგნიტოს ცხოვრება დილით ადრე იწყება ღიარული წუთები წამწამს ემორჩილება საოცნებო ფერია ჩვენ გულს მიყვება ღიარული ფერები თვალწინ გადაგვეშლება. გამარჯობათ, მე ელენე ვარ. ეს გადაცემა ცნობილი ადამიანების უცნობი წლებია. ბაკურიანის კადრების შემდეგ შედის, ხომ? მანჩო მოდით სულ რამოდენიმე წუთი ბავშვობის წლებისკენ გადავფრინდეთ. ახლა რეჟისორს ხოთ რომ მიკროფონის ცხოვრების კადრები გავუშვას. გადაცემები იწყება ჩვენი რიმილი ეკრანს უხდება ჩვენი თვალები რწინდება და მუდამ ჩვენით ივსება ინკოგნიტოს ცხოვრება დილით ადრე იწყება ღიარული წუთები წამწამს ემორჩილება საოცნებო ფერია ჩვენ გულს მიყვება ღიარული ფერები თვალწინ გადაგვეშლება. ლუგზარ რუხაძე მაზარუზარ კარუსოზე ბერიკაშვილი გივი ოხიანი იმედარ ცელაძე რომა ხუჭაზე დათო ონიანი ნატო გიორგი ახმედიანი დოდა ყანდიაშვილი რა ხდება? მუდარასნობი სტუმრებით სიმღერებით სიუჟეტებით სიუჟეტებით ამბებით ამ ყველა ერთად მერიმათ წარსულს ვხსენებთ მომავლით ამ კადრ ყველა სვაბრის მირია ჩვენებს სიმღერით ბიჯებით და ყველა ერთად მერიმათ ინკოგნიტოს ცხოვრება დილით ადრე იწყება ღიარული წუთები წამწამს ემორჩილება საოცნებო ფერია ჩვენ გულს მიყვება ღიარული ფერები თვალწინ გადაგვეშლება. გასალვა ნინიკო მარეთ ყველანი მოდით წაფად ჯუჯებო თქვენცა გახართ მოდით ერთად დავაფრინდებოდ. ბავშვებო კლიპის გადაღება დასრულდა. წიგნების თაროზე ძირითადად ვუყურებ იმას, როდესაც აი მაგალითად რამე საგანის გაკვეთილებს შევატარებენ ხოლმე. და გიჩვენია რომ ჩვენთან მზადდება საზოგადოებრივ მოძრაობაში მზადდება ჩვენ პავილიონებში ეს აი მაგალითად რამე ახალს რა სწავლიან ბავშვებს და უხსენია ძალიან და რაღაც ის მოხდოს განმარტება როგორ გადმოსცემენ ხო პედაგოგს. აქედან შეჯიბება. ძალიან კარგი. ისმენ. აბა მე მარტივად ვკასვი. მადლობა. ძალიან კარგი. ბავშვები პატარების კიჩიო თავზე. დიდი შოუ. პატარების დიდი შოუ აი ეგა მიგა. თარგმანია ისიც. იბადო კიდევ რას უყურებთ ბავშვებს? ვიჯერი ეყურებ. იბადო ვიჯერი ძალიან კარგია სამწუხარო და ცხოვრების ძალიან კარგი გზა. ის პიცი უნდა. მე ვუყურებ ბილბინარის ძანკების. მინინარის. მე ვისურვებ ბავშვებო, აი ეგ ვიცხართ ბავშვები, იმდენად ქალოთებ ნათელა რომ მოგირი თელევიზია ვთქვი რომ მეტყვა სად ვიდეო რამსი შორი გზაზე როგორი იქნება აი ჩემი ჩასვლა რაღაცა და დღეს ვფიქრობ რომ ალბათ ძალიან კარგი რამ გავაკეთე რომ ამ თელევიზიაზე ჩავავედით თქვენ გაგიცანით და მე მჯერა რომ ჩვენ ალბათ გვექნება იმის საშუალება რომ მე ერთი თქვენი მოწვევა რომ გავაკეთო ტელევიზიაში ამის ორგანიზებას გავაკეთოთ. ხო, ალბათ გაინტერესებს ბავშვებო პავილიონში მოხვიდეთ, როგორია გადასაღები მოედანი, სტუდია როგორია, ხო? ძალიან კარგი იქნება რომ გვესტუმროთ, ნახოთ, როგორ მიმდინარეობს ჩაწერები, ხო, სატელევიზიო სტუდიაში. გაინტერესებს როგორ შეიჭრა საერთოდ ფილმისთვის. იყო თუ არა კასტინგზე, იყო თუ არა, ეხლა იმიტომ რომ აი ფილმში ერთ-ერთ ფილმში ლიკაც არის გადაღებული, იყო კასტინგი მოუწია წინასწარ გადაიღეს კასტინგზე. იყო შესაძლებელი? არ გავუსწორდი ამ კითხვას? მე როგორც ვიცი,
არც ისე პატარა, მაგრამ პატარა იყო როდესაც დაიწყო ყველაფერი გადაღება და რთული იყო თუ არა ამ ყველაფერს გადაალაგო მისთვის. მისთვის. ნახე, მოდი ერთი კითხვას დავსვო. როგორ ფიქრობ, აი ამ ყველაფერს რო იყო, არ და სულ კითხვას აი ხა უამზადებ გადაცემით. რა დრო ჭირდება თვითონ გადაცემის მომზადებას და რა შრომას გიყავ გადაცემის მომზადებას. შეგოდესვა? ალბათ, ანუ მე რაც პატარა ვიყავი და ხოლმე რაღაც ფილმებს რო ვყურებდი და ჩამოგვიოდა რომ ეს გადაღებულია და აი ხოლმე ისეთი შეკითხვები არავისთვის არ მითქვია პირველად რომ მიჩნდებოდა ესეთი კითხვები რომ ამ ყველა სიტყვებს როგორი მასწავლებელი მეგონა რომ ყველა სიტყვებს წერდნენ და ეგრე მასწავლებდნენ და არა თავის პროექტებდნენ და რაღაც თავისით გადმოსცემდნენ. ძალიან საინტერესო ბავშვი ხარ და ძალიან კარგი. აბა ჩვენი ასე ხო აბა ჩვენი ასე დავაფიქსიროთ. აბა ხო, აი ნახე კითხვა დავწვით ესე იგი რომ როგორ ამზადებს გადაცემას რა საკითხებს და შენი აზრით როგორ ვფიქრობ რა დრო დასჭირდება თვითონ გადაცემის მომზადებას რა გადაცემა შეიძლება იყოს აბა ჩემი აზრით ძალიან რთული იქნება ესეთი გადაცემების გადაღება, იმიტომ რომ ჩვენს გვაღებინებს ხოლმე რაღაცა გადაცემებს და თანასწორდება და ჩვენთვისაც ძალიან რთულია და დიდი დრო გჭირდება, იმიტომ რომ ხანდახან გვეცნება რაღაცა იშლება კადრები და ესეთი დიდი გადაცემების გადაღებისათვის ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა და როგორც მინდა ვთქვა ჩიკოსთვის რთული იქნებოდა, იმიტომ რომ რადგან პატარა იყო ძალიან ბევრი ნეგატიური ემოციები გამოვიდა და ადამიანებისგან მას. 2025 წლის 3 ივნის, 4 ივნის, ხო შეხვედრა გავაკეთეთ, როგორც სკოლაში, ეს უნდა ვთქვა აუცილებლად, ხო, ინფორმაცია. იბანო, და შეხვედრა გავაკეთეთ ვისთან, მასწავლებლებთან, ბავშვებთან, კონტაქტში, სადაც საინტერესო გარემო დავუხდა, ხო? რა იყო ეს ყველაზე რთული როცა პროფესორს ჩემ პროფესორომ დაიწყო. მოდი დავიწყებ იქიდან, მოდი ეს გადავინაცვლოთ, რომ ბავშვებმა უკანა მოიხედოთ და გეტყვით ბავშვებო ყველაფერს. ნახეთ, ალბათ ყველას გამიჩნდა კითხვა, ნახეთ, ინკოგნიტო, ხო? რატომ არის ინკოგნიტო ჩვენი სტუდია? ალბათ მაინტერესებს, ხო ყველას? ძალიან კარგი კითხვით დაიწყო სხვათაშორის. ბავშვებო, დაახლოებით ვიქნებოდი შეიძლება 14, 15, 16 წელს რომ ინტერესი გამიჩნდა სატელევიზიო სფეროზე. მე უკვე მოხდა ისე რომ 17 წელს რომ ვიყავი, უკვე მასწავლებელი რომ ვიყავ ბავშვი და დავიწყე უკვე გადაცემების მომზადება, მუშაობა. ყველაფერი ესე იოლად არ იყო მოთხოვილი. დაახლოებით 30 წელი დაშინდა იმას რომ მე ამ ეტაპამდე ვისულიყავი და საჯარო ლექციები წავიკითხა. და 17 წელს რომ დავიწყე ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში, არ დავასახელებ ერთ-ერთ ცნობილ სკოლას, იმიტომ რომ მე დირექტორმა თავის შეცდომა 10 წლის შემდეგ გამოასწორა. ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში იყო ესე რომ ძალიან მაგარი სტუდია ჰქონდა. დაახლოებით 100 ბავშვი ჰყავდა, სადაც ბავშვები ცეკვას სწავლობდნენ, გადაღებას სწავლობდნენ, თავისუფალ შეხვედრებს სწავლობდნენ, ყველაფერს ვაკეთებდით და აი საანგარიშო კონცერტი, ალბათ თქვენ გესმით პედაგოგებს, რას ნიშნავს გავაკეთეთ ერთი საანგარიშო კონცერტი განათლების სამინისტროსთვის წარსადგენა. ღონისძიებამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ბავშვების სცენაზე გამოსვლა და თავის კოსტუმირებით ჰქონდა ეს ყველაფერი, რომ მოხდა ისე, რომ დირექტორს სურვილი გაუჩნდა, რომ ეს სტუდია დაეტოვებია, მაგრამ მე იმიტომ რომ ესე რაღაცა 18 წლის ვიყავი და 19-ის და ესე პატარა ასაკის ვიყავი, წავსულიყავი და სხვა ვინმე მოეყვანა. ნუ რა თქმა უნდა, როგორც იტყვიან, ძალიან მარცხნავსო თუ რა ვიყო, მოკლედ დავტოვე მე ეს სტუდია, მაგრამ შეხვედრა რომ მომიწყეს საფინალო შეხვედრა, სანამ გამოვიდოდი კაბინეტიდან, ვითხრა ესე ამ დირექტორმა, რომ სანამ მე ვიარსებებო, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ხარო და ძალიან მაგარი ხარ შენ საქმეშიო, შენ ვერ გააგრძელებ მუშაობასო. რა თქმა უნდა, იმ წუთში შემეშინდა, ეხლა კამერასთან ამას პირველად ვაღიარებ და ითქვა რომ დამისვამდა დავიწყე და კაბინეტიდან რომ გამოვედი, კარები ოდნავ ღია დავტოვე და შევაკეთა უთხარი, ინკოგნიტოდ ვიარსებებ და მაინც ვიარსებებ. და დიახ, დღეს მართლა არსებობს 30 წლის ისტორია დაწერა ინკოგნიტომ და დღეს თუ ვინმე
ტელევიზიაში ცნობილი თუ ვინმე ტელეწამყვანები არიან თუ ვინმე ჟურნალისტები არიან ყველა არის ინკოგნიტოს მაჩოს გაზრდილი ეს თაობა და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტებისთვის გვიმოსპეცია გამოდონია ეთერგაბულია რომ ის სიმღერებიც ალბათ მოგისმენია მისი იუბილეები ყოველთვის შეერთებოდა კეთდებოდა ადრე ნუგზარო ხაძე რომელიც არის ამერიკიდან პირველად რომ ჩამოვიდა პირველი იუბილეი ჩვენმა ტელევიზიამ გაუკეთა საბავშვო ტელევიზია ინკოგნიტო წყნარი თუ მოусვენად ეთილი ეშმაკი მეძებდა აი ასე ან საფრის ახურავზე იქნება ან ხეზე მე მიწაზე ვერ მხედავ ნუ მოკლედ ფუნდათ ვიჯექი კლასში თქვენ აღიარებული ხართ სიცილის დედოფლად უყურეთ კიდე არ გძინავს გოგო ზია კვირიკაშვილი ეს კითხვა ძალიან მომეწონდა ყოველ შაბათს 19 საათსა და 20-ზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში უყურეთ გადაცემას ცნობილი ადამიანების უცნობი წლები, ანუ მათი ბავშვობის წლები. ეს ერთი შეხედვით სასაცილო მოძრაობა ძალიან სასარგებლოა იმისათვის, რომ ლაპარაკის დროს ორივე ბაგე აქტიურ მოძრაობაში იყოს, რაც საბოლოო ჯამში იმისთვისაა საჭირო, რომ ქართული ენა ნაკლებად დავამახინჯოთ, რაც სამწუხაროდ დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. ყველა თქვენს მიერ გამოთქმული აზრი არის აბსოლუტურად ესე იგი პერსონალური, გაიგე? და არ გეგონოს ეს არის მასობრივი. ყველა თავი იგზენით ესე იგი არა მასის ნაწილად, არამედ ინდივიდად, ანუ პერსონად, როგორც ეს გუშინ წინ გითხარით. უფრო მეტად რა იქნებოდა მისაღები, როგორი ექშენი იქნებოდა, ანუ როგორი მოქმედება იქნება. მე კიდე ერთი დამახასებელი თვისება აქვს, რა უნდა გაითვალისწინოს სიუჟეტის კეთების დროს. რამდენ კაცს უნდა ამ ჯგუფიდან რომ გამოვიდეს პროფესიონალი ჟურნალისტი, ანუ ამ პროფესიით შეინახოს თავი. მე ვიტყოდი ეს არის ნიჭიერება, ციგნიერება და წესიერება. გზა დაიწყო რო აი შენ ხელა რო ვიყავი, მაშინ დაიწყო გზა, პატარა რო ვიყავი, ქონდა კედლის გაზეთი და სკოლაში. და ამ კედლის გაზეთში იგი მუშაობდი თავგანწირვით. მე როცა სტუდენტი გავხდი, მაშინ უკვე დავიწყე წერა, გავიწყე რადიოში გამოსვლები ხშირი, გაზეთში წერა იყო ახალგაზრდული გაზეთები მაშინ წერდი. და მე რა თქმა უნდა მოხდა ისე რომ აღმოჩნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლოს და ბოლოს როგორც ტელეჟურნალისტი და რა თქმა უნდა ამან შესაბამისად იმოქმედა ჩემს ასე ვთქვით პროფესიონალიზმზე პრაქტიკულად ჩემი ბოლომდე ჩამოყალიბება როგორც ჟურნალისტისა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე განვაგრძე საქართველოში ისე გზა გრძელია საკმაოდ ეკლიანი მე ვიტყოდი არაადვილი მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ გზამ მოიტანა ის რომ შემიძლია ვასწავლო კიდეც და ჯერ კიდევ მიხედვით იმისა რომ ვარ 65 წლის და ეს უკვე ითვლება სოლიდურ ასაკად შემიძლია ჯერ კიდევ აქტიურ ჟურნალისტად ვიმუშაო. პირველი შთაბეჭდილება ჩემი ასეთია რომ ნეტავ მოგვცა 100,000-ები ესეთი ბავშვები საქართველოში, ასეთი გოგო-ბიჭების, მაშინ ჩვენ ბედს ზაღლი არ დაყებდა. რაც შეეხება ჟურნალისტიკასთან მიმართებაში, ჩემი აზრით ბავშვების უმრავლესობა არის საკმაოდ სხარტი და გონიერი იმისათვის, რომ ვიფიქროთ მათ ჟურნალისტობაზე მომავალში. დაიცა, შენ იქ დადგე, მე მოგიყვანა. კაი, დავიწყე, წავიდე. კაი, დაიჭი. კამერა გაასწორე, ეს იგი მაჯა, მაგრამ დიკავია, ესე იგი გახარ კარგად, თავზე არ დაიზაბო. ხერხემალი არ გეტკინოს, თქო, მოდი ჩემთან ახლოს, ესე იგი შენ გეხარ ისე რომ რა თქმა უნდა ოპერატორს ხელს არ უშლი, მაგრამ ისე დგეხარ აიგე, რომ ოპერატორს კონდე ესა რესპონდენტს კონდე საშუალება, შენ კი გიყურებს, მაგრამ პრაქტიკულად შთაბეჭდილება იყოს, რომ შენ გიყურებს და ეს იგი რა თქმა უნდა მაყურებელთანაც არის ესე იგი კონტაქტში, ხო? აი ეს არის დაახლოებით ეს არის ის სტაბილური, ესე იგი ოპტიმალური პოზიცია, რომელშიც თქვენ წყილში უნდა იდგეთ ერთად. კარგი? რეალდი? გადასაღები მოედანი, ჟურნალისტიკის ხელოვნება. ამ ყოველთვის ჟურნალისტი ნუგზა რუხაძე პირველ კურსელ ინკოგნიტოელებს ასწავლის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მის მრავალწლიან მოღვაწეობას, სერიოზული წინსვლებიელით მომავალ ჟურნალისტებს. გიორგი და დატრიალდი მარჯვნივ. გიორგის ნაიაკაიტი აგიტნაიდი. გოჯა წამოდი. გოჯა წამოდი. იყო და არა იყო რა. ეს უკეთესი რა იქნებოდა? კონკია, ფიფკია, ფერია, ჯუჯები, არა, ხიარული გადაცემები. მოვემზადოთ, პირდაპირ ეთერში შევდივართ. მასწავლეთ, კლიპის გადაღება იწყება. ინკოგნიტოს აქვს უკვე თავისი სახელი, აქვს თავისი იმიჯი
რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, არა მარტო ინკოგნიტოსაც, არამედ თქვენთვისაც. იმიტომ რომ თქვენ ხართ ისეთი ორგანიზაციის, ისეთი სკოლის, ისეთი ტელევიზიის წევრები, რომელსაც უკვე სახელი აქვს, თავის გაკეთებული აქვს, უამრავი გადაცემა აქვს შექმნილი, თავისი იმიჯი აქვს. თქვენზე ახლა დამოკიდებული რამდენად ეს იმიჯი განვითარდება, გამრავალფეროვდება და გაცილებით უფრო ლამაზი გახდება. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამ წინ გვაქვს. სტაჟიანი ჟურნალისტი გიორგი ახვლედიანი სტაჟიან ინკოგნიტოელებს თავის გამოცდილებას უზიარებს. იგი უკვე 3 წელია ჩვენს ტელევიზიაში მოღვაწეობს და მრავალი თაობა აღზარდა. და სწორედ ახლა მესამე კურსელებს თავის კოლეგაზე სიუჟეტს ამზადებინებს. ნუგზარუხაძემ და გიორგი ახვლედიანმა თავისი ჟურნალისტური მწვერვალი უკვე დაიპყრეს. ნეტავ საინტერესოა მეღირსება თუ არა ასეთ პატარა მწვერვალზე მაინც ასლა. ტელეკომპანია კავკასიის ეთერში უღურე გადაცემას ცნობილი ადამიანების უცნობისები, ანუ მათი ბავშვობის წლები. გილოცავთ, გილოებში ესასაუბრ. დიდი მადლობა აი ამ ძალიან ლამაზი სუვენირისთვის, რომელიც მაქვს. მარმარისში მომგზაურა. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ბედნიერება კვლავ მეწვეოდა. და აი ახლა ზუსტად 1 წლის შემდეგ მე დეჟავის გრძნობა მეუფლება. ისევ დიდი ავტობუსი, მოკეთილი ფეხები, ძილი, კამერა, საყვარელი ადამიანები და რაც მთავარია, ოქროსფერი პლაჟისა და ვარდისფერი ოცნებებისაკენ მიმავალი უზარმაზარი თეთრი გემი. მე მივდივარ რომში. მე ვენეციაში მივემგზავრები. მე კი ნიცას დავიპყრობ. მე კანში კინოფესტივალს გავაშუქებ. მე პარიზში მივდივარ. მე ბარსელონაში მივდივარ. ურა! მე კი ერთ კვირას გავატარებ ულამაზეს სასტუმროში ქალაქ ლორენდეში. ჩვენ ინკოგნიტოელები ვართ და ევროპას დავიბრუნდით. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გავაკეთე და მე დღეს ამაყივარ ბავშვებო, რომ ჩემი თავის აი ასე ვთქვათ, შეიძლება ეს ვიღაცა CG-უთეთ ჩაითვალა, მაგრამ მე არ დავეცი. მიუხედავად იმისა, რომ ის 100 ბავშვი ჩამომართვეს, მიუხედავად იმისა, რომ ის კოსტუმები ჩამომართვეს, ძალიან ცნობილი ხელოვანი ადამიანები მიიყვანეს ჩემს ნაცვლად, სტუდია ვერ იარსება. და დაიკარგა ჩემი სტუდიის ანარეკლის სახელით, მაგრამ მე დავრჩი ინკოგნიტო და როცა შეეძლო ანარეკლი ყოფილიყო ძალიან ძლიერი, დღეს ინკოგნიტო არის უკვე საკმაოდ ცნობილი და 30 წლის განმავლობაში ეს გავაკეთე. ამიტომ ბავშვებო, თუ რამეს დაისახავთ მიზნად კი ნახოთ. გაიგო მალეს ეს ისტორია სიყვარულად მიუხედავად იმისა, რომ თუ რამეს დაისახავთ ბავშვებო მიზნას, არასოდეს არ შეძლოს ვინმე თქვენი აზრის წარქმევა. ყველაზე მთავარი არის, რომ შენი აზრი ყოველთვის გაატარო, მაგრამ ეს აზრი უნდა იყოს ძალიან კარგი, აუცილებლად ძალიან კარგი, ხო? რომ მას მომავალი ჰქონდეს. წლების შემდეგ, ბავშვებო, ამას მოყვა გაგრძელება, მე ამ დირექტორის ნათლული აღმოჩნდა ჩემი მოსწავლე და შეგიძლიათ არ მასახელებდო საკმაოდ ცნობადი სახე არის თვითონ პიროვნება და 10 წლის შემდეგ მე მას გაუგზავნე მოსაწვევის შერატონ მეტროში ხონდა დაჯილდოების ცერემონიალი
და მოსაწვევი როდესაც გახსნა და ამოიღო და წაიკითხა რომ მანანა გაგიჭიძე იწვევდა მას მისი ნათურის დაჯილდოების ცერემონიალზე პირველი ეს თქვა ზუსტად ვიცოდი რომ ამ გოგოს ვერაფერი ვერ შეაჩერებდა და თავის დასახულ მიზანს მიაღწევდა და მოვიდა და 10 წლის შემდეგ როდესაც თავის ნათურს თვითონ გადასცა დიპლომი იქიდან მომიხადა ბოდიში ამიტომ მე ვფიქრობ ბავშვებო ცხოვრებაში აი აქ ვინც ვარ შეიძლება ვიღაცამ რაღაცაზე გვაწყენილოს ვიღაცამ გითხრას რომ შენ ამას ვერ მიაღწევ ვერ გააკეთებ არასოდეს არ მიცეთ არავის იმის უფლება რომ ჩვენ აზრს ის ასე ვთქვათ მოექცეს უბადიცები ყოველთვის იცოდეთ რომ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ და გახდებით ის ვინც უნდა ეკო